გაუმარჯოს მოგესალმები, როგორ ახარ? იმედია კარგად ხარ, იმედია ხოძე ხარ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ND ფილტრებზე, უფრო სწორად პოლარიზებულ ND ფილტრებზე. სამწუხაროდ ვეძებე და არ მაქვს სხვა ისეთი ND ფილტრი, რომელსაც არ ექნება პოლარიზება. მოდი ვისაუბროთ პოლარიზებულზე და მაგალითზე განახებ არაპოლარიზებული როგორი იქნებოდა. ორივე ეს კონკრეტული ფილტრი გახლავთ პოლარიზებული, ასევე ორივე ეს გახლავთ variable, ანუ ასე გამოითქმის, არ ვიცი ქართულად რა ქვია ამას, მასზე შეგვიძლია ჩვენ განათება როგორც მოუმატოთ, ისე დაუკლოთ. ჩვენ გვაქვს ორი ვერსია. ეს კონკრეტული გახლავთ Polar Pros ND ფილტრი და მასზე გვაქვს ჩვენ 2-დან 5 სტოპამდე. ჩვენ შეგვიძლია თუ გჭირდება ნაკლები განათება დავაყენოთ მაგალითად 5-ზე, ანუ თუ ვიღებთ მზეში და გვინდა რომ უფრო ჩავაბნელოთ ჩვენი კადრი, შეგვიძლია 5-მდე ავიყვანოთ ეს და თუ ვიღებთ მაგალითად უფრო ნაკლებ განათებიან ადგილზე, მაგრამ მაინც გჭირდება დამატებით ცოტა რომ გავამუქოთ ჩვენი კადრი, შეგვიძლია ნაკლები შუქისთვის მოკლედ ჩამოვიყვანოთ 2-ზე. ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობს აი ეს უკანასკნელიც, ეს გახლავთ Freewheelisგან, ასე ქვია კომპანიას. განსხვავება ამაში ის არის, რომ ეს იწყება 3-დან და ადის 7-მდე, როგორც მოგახსენეთ, ეს იწყება 2-დან და ადის 5-მდე. ასევე აქვს ამას სხვა ვერსიაც, რომელიც იწყება 6-დან და თუ არ ვცდები ადის 9-მდე. თუ არ ვცდები. მაგრამ ფასებში ეს გახლავთ Polar Pros ND ფილტრი გახლავთ დაახლოებით $200-დან $300-მდე და Freewheeli დაახლოებით $150 იღებს. განსხვავება ამ კონკრეტულ ორ შორის არის ის, რომ ერთი არის მაგნიტური ხრახნით, ანუ მაგნიტურად მაგრდება ეს და ეს Polar Pros შემთხვევაში ჩვენ ხელით უნდა მოუჭიროთ ჩვენს ლინზას. აი ესეთი რგოლი, რომელსაც უმაგრებ შენს კამერას, ანუ ლინზას უჭერ ჩვეულებრივად. ეს შეგიძლია იყოს ასე, არ საჭიროებს ეს მოხსნას, ამაზე ზევიდან შეგიძლია გააკეთო დაუყენო კეპი და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. და ჩვენ შეგვიძლია აი ესე მარტივად მაგნიტის საშუალებით დავამაგროთ ჩვენი ფილტრი. ანუ გემოვნების ამბავია, ვის როგორ მოგწონთ, დიდი მნიშვნელობა ამასაც არ აქვს, როგორც ხედავთ. არაფერში არ მარგია მე ახლა ეს მაგნიტი, იმიტომ რომ მაინც იმდენ დროს ვატარებ აი ამ კონკრეტულის დამაგრებაში, რამდენსაც ამას მოუნდებოდი, რომელიც ჩვეულებრივად უნდა მოუჭირო, მეტი არაფერი. მეგობრებო, ეს ფილტრები, როგორც ჩვენი ლინზები, არის სხვადასხვა ზომა. მოდი ჯერ დავიწყოთ, რა ზომის ფილტრი უნდა იყიდო. ყველა ლინზას აქვს თავისი ფილტრის ზომა. სად ვნახო? მოხსენი კეპი და ზევით იქნება დატანებული შენი ფილტრის ზომა. აი ამ ლინზის შემთხვევაში ეს გახლავთ 67 მმ. რაც შეეხება აი ამ Big Boys შემთხვევაში, ანუ დიდი ბიჭის შემთხვევაში, ეს გახლავთ 77 მმ-იანი. პირველ რიგში, თუ იყენებ ერთ კამერას, მე გირჩევ, შეიძინო არა კონკრეტულად შენი ლინზისთვის, არამედ შეიძინო ეს ND ფილტრი მაქსიმალურად დიდი ზომა. რას გულისხმობ ამაში? რომ შეიძენ დიდი ზომის ND ფილტრს, შენ შემდეგ შეიძინო აი ესეთი გადამყვანები, რომელიც ძალიან მარტივად შეგიძლია გადაიყვანო, ჩამოიყვანო ზევიდან ქვევით. რას გულისხმობ ამაში? აი ეს კონკრეტული გახლავს მაგალითად 77-82. ანუ ეს უყენდება 77-იან ლინზას, მაგრამ იშლება 82-მდე. აი ეს უკანასკნელი, როგორც მოგახსენეთ, არის 77 მმ-იანი. ჩვენი ND ფილტრი გახლავთ 82 მმ-იანი. უყენებთ აი ესეთ რგოლს, რომელიც ძალიან იაფი ღირს, მეგობრებო, Amazon-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ. უყენებთ 77-იანს, რომელიც მაგრდება ძალიან მარტივად და ახლა ჩვენი ფილტრის ზომა გახდა 82 მმ და ამ შემთხვევაში ჩვენი 82 მმ-იანი ND ფილტრი ძალიან მარტივად დაუმაგრდება ჩვენს ლინზას და უკვე შევძლებთ მის გამოყენებას ძალიან მარტივად. მაგრამ არის ხარისხებშიც განსხვავება, არის ცუდი ხარისხის, არის კარგი ხარისხის, დაჟე კარგი ხარისხიან ფილტრებშიც არის განსხვავება და რა ვსგულისხმობ.
რაც უფრო გაშლილი გაქვს კუთხე, მაგალითისთვის, ეს გახლავთ. შეგვიძლია მისი გაშლა 16 მმ-ზე, რაც უფრო გაშლილია, აი ეს კუთხეები გამოჩნდება, ექნება მას ცოტა მუქი ფერები, რაც არ გვინდა ჩვენ რომ ჩვენს ვიდეოში იყოს და ეს არის კიდევ ერთ-ერთი ის მიზეზი, რატომაც უნდა იყიდო უფრო დიდი ფილტრი, ვიდრე გჭირდება და შემდეგ აი ამ ასეთი სტილის ბეჭდებით, რგოლებით, როგორც გინდა ისე დაარქვი, შეგიძლია ჩამოიყვანო უკვე შენი ლინზის ზომაზე, ასე უფრო კარგი იქნება მერწმუნე, თან განსაკუთრებით თუ ერთი ფილტრის ყიდვის საშუალება გაქვს, იყიდე დიდი ფილტრი, შემდეგ იყიდე შენი სხვადასხვა ლინზებისთვის აი ესეთი რგოლები და ძალიან ბედნიერი იქნები მერწმუნე ამაში. რა არ უნდა გააკეთო? მე ჭკვიანმა და რო არ დაგემართოს ისე როგორც მე, გადავწყვიტე რომ ყველა ლინზისთვის მეყიდა თავისი ზომა ფილტრი. ეს უკანასკნელი გახლავთ 67 მმ. რათა კონკრეტულად 67 მმ-ზე გამოგვადგეს ეს კონკრეტული ფილტრი. მაგრამ პრობლემა ამაში ის არის, რომ მე აი ამ კონკრეტულ ლინზაზე, რომელიც გახლავთ 77 მმ-იანი, უკვე ამას ვეღარ გავზდი. ანუ ფიზიკაა ჩვეულებრივი რა, მაგრამ რომ ეყიდა მაგალითად 82 მმ-იანი ფილტრები, ყოველთვის შემეძლო ჩამომეყვანა 67-ზე და არა პირიქით. მე მგონი უკვე მივხვდი იმას, რომ შეიძინე დიდი ND ფილტრი და შემდეგ ჩამოიყვანე step down ring-ი ქვია, ასე ქვია ზუსტად. დაგიტოვებთ ლინკს აღწერაში და ასე შეგიძლია ერთი ფილტრი იყიდო და გამოიყენო ბევრ სხვადასხვა ლინზაზე. დროა უკვე გავიდეთ გარეთ და საქმეში განახო ეს ყველაფერი. თუ რას აკეთებს, რატომ გვჭირდება პოლარიზებული ND ფილტრი, რატომ არის ცუდი პოლარიზებული ND ფილტრი და ასევე შევადაროთ ორი სხვადასხვა ბრენდი, ერთი რომელიც $300 იღებს და მეორე რომელიც $150 იღებს, რა განსხვავებაა მათ შორის და რომელს იყიდდი შენ. აი მეგობრებო, როგორც ხედავთ, გადანათებულია ყველაფერი, ახლა ჩვენ ვიღებთ 24 FPS-ით, shadow speed-ი გვაქვს დაყენებული 1.50-ზე და ISO გახლავთ 100. აი ახლა ეს ყველაფერი გამოიყურება 100. ანუ ISO-ს ჩვენ ვეღარ შევეხებით, ან მაქსიმალურად დაბალზე გვაქვს დაყენებული, რაც შეიძლება დავაყენოთ. ჩვენ შეგვიძლია მოუმატოთ aperture-ს, რაც გახლავთ IS, რაც თუ ჩვენ გვინდა ლამაზად გამოიყურებოდეს ჩვენი ბექგრაუნდი, ფაქტიურად გაგვიფუჭებს ამ ბექგრაუნდს, უკვე ბევრი რამე იქნება უკვე ფოკუსში, რომ შევინარჩუნოთ 2 და 8 მაქსიმალურად. ახლა გვაქვს 2 და 8-ზე ისევ დაყენებული და რაც შეეხება shadow speed-ს, shadow speed-ის დაწევის შემთხვევაში, ანუ მომატების შემთხვევაში მივიღებთ იგივეს. მაგრამ ეს რო არ გავაკეთოთ და კონდეს ყველა სეტინგი, შევინარჩუნოთ ყველა სეტინგი, ამისთვის გვჭირდება ჩვენ ND ფილტრი. მოდი დაუყენებ ახლა ND ფილტრს და შემდეგ თქვენ თვითონ ნახეთ რა მოხდება. ახლა გახლავთ ND ფილტრი 3-ზე. ანუ როგორც აღვნიშნე, მისი ცვლილება შეგვიძლია, ახლა ვართ 4-ზე, ისე რომ არ ვეხებით კამერას. კამერა ზუსტად იგივე სეტინგებშია, რა სეტინგებშიც იყო. და ასე შეგვიძლია მოუმატოთ 7-მდე. ეს იქნება 7. ახლა გახლავთ 3-ზე და ვფიქრობ განათებული ვართ ძალიან კარგად. რავი, რა სიტყვი? ასე გამოიყურება მოკლედ და ამისთვის გამოიყენება ასევე ND ფილტრი, რომ კამერაში მაქსიმალურად სწორად გქონდეთ სეტინგები და დავიხმაროთ ზევიდან აი ეს ND ფილტრი. ამ კონკრეტულ ND ფილტრსა და მეორე ND ფილტრს შორის არის, მე ვფიქრობ, ეს უფრო სუფთად აჩვენებს და გულისხმობ რას. ეს არ გაძლევს ზედმეტ ფერებს და მეორე Polar Pro-ს შემთხვევაში ვფიქრობ, ცოტა აყვითლებს კადრებს, მაგრამ აქ ვართ გამოსულები და ამასაც განახებ. მოდი მოვხსნათ ეს და დავუყენოთ Polar Pro. აი ასე გამოიყურება Polar Pro მეგობრებო. ახლა ჩვენ გვაქვს Polar Pro 2-ზე დაყენებული
და შეგვიძლია მოუმატოთ 3-ზე, 4-ზე, 5-ზე. ხო, აი აქ დააკვირდით, ახლა რა მოხდა გვერდებზე. იმედი მაქვს ხედავთ თქვენს თუ რა მოხდა გვერდებზე. მიუხედავად იმისა, რომ ძვირიანი და ერთ-ერთი ძვირიანი ფილტრია, თქვენ თვითონ ხედავთ რა იმართება, როდესაც რაც უფრო გაშლილია კუთხე, მით უფრო მეტი პრობლემები გექნება აქ. რა მოხდება იმ შემთხვევაში? მოდი ლინზა დავკეტოთ ცოტა, იყოს 35 მმ, ახლა არის ეს 35 მმ-ზე და მოუმატოთ ისევ. აი ეს პრობლემები აქ მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ძვირიანი ND ფილტრია, თქვენ თვითონ ხედავთ, თქვენ თვითონ ნახეთ, რა პრობლემების წინაშე ვდგებით. მეგობრებო, მე მგონია, რომ აი აქ ძალიან კარგად გამოჩნდება, რატომ არის ND ფილტრი საჭირო. როგორც ხედავთ, წინ საქარე მინაზე ჩვენ არ გვაქვს არანაირი ფირი გადაკრული, მაგრამ გვერდზე გვაქვს ჩვენ ფირი გადაკრული. ხედავთ განსხვავებას. ანუ ზუსტად იგივე ამინდი, იგივენაირად განათება, მაგრამ აი აქ თეთრია და აქ უკვე ამის კონტროლი უფრო შესაძლებელია. აქ უფრო ჩანვართ, აქ ამის უკან რო დავდგე, ვერ დამინახავ, მაგრამ ამდენ ლაპარაკ ჯობია გადავალახა და შენ თვითონ ნახე. ახლა ვდგავარ საქარე მინის წინ, არ ვიცი მხედავ თუ არა. და ახლა ვდგავარ გვერდზე ფანჯარასთან. იმედი მაქვს ხედავ. აი ახლა მეგობრებო, კამერას არ უყენია არანაირი ფილტრი და უბრალოდ განათებისთვის ეს ის დავამატე, ზუსტად იგივენაირად გავაკეთებ ND ფილტრის შემთხვევაში. ეს არის ჩვეულებრივი კამერა, რომელსაც არ უყენია ND ფილტრი. დააკვირდით ანარეკლებს ფანჯარაზე, დააკვირდით ყველა იმ შუქს, რომელსაც ხედავთ და ახლა განახებთ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა პოლარიზებულ ND ფილტრს უყენებთ თქვენს ლინზას. აი მეგობრებო, იგივე სეტინგები, უბრალოდ ჩვენ დავუყენეთ პოლარიზებული ფილტრი ჩვენს კამერას და ახლა როგორ ჩანს ეს ყველაფერი, როგორც აღვნიშნე, არაფერი სეტინგი არ შეგვიცვლია ჩვენ კამერაზე. ჩვეულებრივად ისევ 24 FPS-ი, 50 shadow speed-ი და 100 გვაქვს ჩვენ ISO. უბრალოდ ND ფილტრი გვიყენია ახლა 3-ზე. ხედავთ ხო, რა ლამაზად ჩანს უკან, ისე რომ თვალს არ იტკენთ, მაგრამ ისევ ყველა ND ფილტრი ერთდაიგივე არ არის. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო რაც ვიცოდი ND ფილტრების შესახებ. ხო, არ ვიცი, მეტი რა შეიძლება ითქვას. მეტი არც მე არ ვიცი, შენ რო იცოდე რა. აბა ჰედ და აბა ხო, შევხვდებით მომავალ ვიდეოში. Peace amigos. მოვიხსნათ ეს ND ფილტრები, რა ვსგავართ. არა, რატო, ნორმალურია. წავედი.